მოგესალმებით მეგობრებო. როგორც ხედავთ, ცოტათი დავიკელი კიდევ მინუს იმის მერე რაც სწორკვებაზე ვიყავი. Ну, მოკლედ 80-დან ჩამოვედი 73 კილოზე. ეხლა მაქვს დასაკლებით 13 კილოგრამი. მოკლედ ეტაპობრივად ვიკლებ და ვფიქრობ ჩემ სამსახურში უფრო სწრაფად დავიკლებ. მოკლედ ეხლა მოგიყვებით რას ვაკეთებ სამსახურში. ჯერ ამათ ვაჭამო, თორე დამიწყებენ აქ აპარეულობა მაქვს. იმიტომ რომ ორი შაბლი მოვამზადე. თან გასაქცევი ვიყავი. ეხლავე ბიჭოებო მაცალე. კრუგებზე ნუ დადიხარ, ამანებეთ აქ. ეხლავე. ეს შენ, всё. ამას საჭმელი ვერ ვიყიდე და სოსი ვაყიდინე ვანდას, დღეს ვანდა იყო გამოსული და ხო, ну, ესე იგი სამსახურში რას ვაკეთებ. ეს საერცხი მანქანა მუშაობს კიდევ, დღეს კიდე ჩავტვირთე. იქ ეს მაქვს ჩართული დოქტორ სტრეინჯს ვუყურებ. მეღირსა რაღაცა ფილმს მინდა ვუყურო და არა მარტო მაგას ვუყურებ. ხო, მართლა დღეს ვისვენებ, ანუ დღეს არის შაბათი, ხვალ კვირას ვისვენებ და ზეგ 5 რიცხვში არის სოსოს დაბადების დღე და ამიტომ სოსოს დაბადების დღეც გამომდის დასვენება, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. ახლა შვილის დაბადების დღეზე სახლში არ ვიყო, არ გამოვა არანაირად. ხო. მოკლედ რას ვაკეთებ? რომ მივდივარ დილას, ანუ ზოგადად უნდა ვიყო 10-ზე იქ და ხანდახან არის ხოლმე ან მე მაგალითად ეს დღეები რაღაცა ცოტა ნაწყენი რომ მქონდა ერთი 10-15 წუთს შემაგვიანდა, იქ იყო კიდე თანამშრომელში აგვიანდა, ვინც ანუ ხსნის თვითონ და ну ასე რა, ანუ პლუს მინუს 15 წუთი რაღაც ესე დაახლოებით და ვიწყებ დარბაზის, ანუ დალაგებას ყოველ დღე ანულაგდება სპეციალური ხსნარებით იატაკი, ანუ მეტლახია, ესეთი როგორც პარკეტის ფორმისა, ესეთი. ხო და იწმინდება სველით, ну, მოხვედა, მოწმენდა, კიბეები. ხო, არის ქვემოთ ჩასასვლელი, ანუ ფაქტიურად ბარივით ଉପროა რა, აი ბარში რო ჩადიხარ და ბარებს საერთოდ ეძახიან მე ჩემი წარმოდგენით, როცა რაღაცის ჩასასვლელია. ну, ეს ჩემი წარმოდგენით, თორე ისე უცხოეთში ბარები ისედაც არის ძალიან პირველ სართულზე. და არის კიდე ცათაბჯენებშიც ზემოთ არის ხოლმე, სუკენზე რო შეიძლება იყოს ბარი. ну, მოკლედ. ხო. და მერე უკვე გადავინაცვლებ ხოლმე, ასე ვთქვათ, ну, თავისთავად იქ საპიფარეშო, მთელი ამბები. მერე გადავინაცვლებ ხოლმე სამზარეულოში, უკვე იქ ხდება იქ დალაგება, დღის მანძილზე მერე ჭურჭელი, ქვაბები, ტაფები, ჭიქები, დანაჩარგები და მოკლედ მთელი ამბები და ესე ვარ მე სადღაც 11-ის ნახევრამდე. ხანდახან ყოფილა რომ ცოტათი გვიან გამოსულ ვარ, იმიტომ რომ მაგალითად გუშინ არ მინდოდა რომ ეხლა ბევრი საქმე დამეტოვებინა იმ გოგოსთვის, ვინც შაბათ-კვირას მუშაობს და ну, რაც შევძლიათ მომახერხე, გავაკეთე. ხო. და აი ესე მეგობრებო, ესე მუშაობ. დღეს ახლა რა გავაკეთე, ანუ
დილას რო გამეღვიძა, თავისთავად ადრე მაინც მეღვიძება, იმიტომ რომ გამომუშავებული მაქვს, აი ორნაბიჯი ვიყავი მაშინაც მაშინ უფრო ადრე ვიღვიძებდი, 6 საათზე ვიღვიძებდი ხოლმე და შესაბამისად 10-ზე ვიცნებოდით, ჩვენ დავყოფილიყავით 9-ზე და დრო მქონდა რა, თქვა ზუსტად 6-ი არა, ალბათ სადღაც 7:30-ზე, სადღაც გემახსოვრებათ ძველ მაყურებლებს. ყავასაც ვსვავდი ხანდახან ვიდეოც ჩამწერია დილის საათებში და მე ვიყავი, ნახევარი ცვლა. ხელფასი მქონდა 900 ლარი და დილიდან 10 საათიდან ესე იქნება, ხო რა, 9-10 საათიდან 4-ის ნახევრამდე ვიყავი იქ და მქონდა ხო და ერთი მთლიანი დღე დასვენება მქონდა კვირაში და მქონდა ხელფასი 900 ლარი. აქ ჯამში ახლა ხელფასი გამომდის 1200, მაგრამ უფრო მეტი დატვირთვა და ჯერ ახალია, ამოქმედება და მოკლედ რომ დაიწყება რა ესეთი მუშაობა, მე დიდი ალბათობით არ ვიცი, მოლოდინი მაქვს ესეთი, რომ ხელფასიც ცოტათი მოიმატებს და ასევე დაალაგდება რა მოკლედ სიტუაცია. იმიტომ რომ სამზარეულოშიც 2 მზარეული ყავს ჯერჯერობით. ფიქრობ ახლა ესეთი ფართისთვის რამდენი მაგიდებიც არის, ფიქრობ რომ ცოტაა, იმიტომ რომ ახლა სულ რო იყოს დაკავებული, ხო და ყველა რაღაცას უკვეთავდეს, ფიზიკურად ვერ გაართმევენ თავს. იმიტომ რომ მე ადრე დიდი ხნის წინ რომ მუშაობდი ჩინურ რესტორანში მრგვალბახთან, ზარეულის, შეფ ზარეულის დამხმარე ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი რა არის, ზარეულს ძალიან ბევრი ის აქვს, თქვა დასამზადებელი, მოსამზადებელი და მე ვეხმარებოდი ყველაფრის გამზადებაში, რომ უფრო სწრაფად გაეკეთებინა. ამიტომ ესეთი რაღაცა არის პრაქტიკაში და სჭირდებათ რა ზარეულებს და ფაქტიურად მე გამოდიხარ, როცა პირადია ესეთი აქტიური დამხმარე ხარ, ხარ სუშეფი, რამე რო იყოს უკვე შენც შეგიძლია იგივე გააკეთო, იმიტომ რომ 24 საათი სწავლობ რა ამას. ხო და მოკლედ ესეთი ამბებია რა, ამ სფეროში მართლა ვერ წარმოვიდგენდი ჩემ თავს, ამდენი წლებია გასული, ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და ესეც სადაც მგონი 2 წლამდე ვიმუშავე, თუ წელიწად ნახევარი, მაშინ იკა პატარა იყო. ისიც იცით რა პერიოდი იყო, აი 2008 ეს ეკონომიკური კრიზისის და რაღაცას მოკლედ. ხო, ესე იგი, კიდევ რა, ხო, ესე იგი, დღეს რას ვაკეთებდით ხო და გავაგრძელე, როგორც ჩვევია ხოლმე, რაღაცას დავიწყებ და მე ესე გავდივარ. დაიტოტება ხოლმე ინფორმაცია. დღეს დილას რო გამეღვიძა ხო, ავდექი, გავიარ გამომიარე რაღაცა და ჩემთვის ვიფიქრე, მოდი მეთქი მაინც დასვენების დღე მაქვს, მეკუთვნის, რომ ცოტა მეტყანს დავიძინო თქო და ავდექი და დავწექი დავიძინე. ხო, ამ დღეებში რო არ გამოვჭდი. მოკლედ ეს ამას გაჩვენებთ. ხო, ეს 2 დღე არ ვიყავი, დაბლი მოვდიოდი. ჩვენ გვერდზე არის ეივონი მეგობრებო. და ეს 2 კრემი, დღის და ღამის შევიძინე. გეცოდინებათ რაღაცა ეს ოქროს ძაფებითო თუ რაღაც ესეთია. კარგ ფასნაკლებაში იყო, 2-ვე ერთად ვიყიდე მეგობრებო 33 კლარად. როცა თითო ღირდა 60 ლარამდე დაახლოებით ესე კატალოგის მიხედვით და ახლა და ვისმევ ხოლმე ხო, ეხლა რატო გამახსენდა ეს რო გავიღვიძეთ ხო, წავისვი ეს დღის კრემი. ხო და მე ცოტა ხანი რაღაცა და დავწექი ისევ დავიძინე, გამომეღვიძე, სადღაც 3 იყო თუ 4.
რაღაც ესე ხო. ალბათ 3-ზე უფრო 3. მე ვანდა მოვიდა. ვანდა რომ მოვიდა, მეთქი ხო ყავა დავლიეთ. და ეს მეორე ჭიქაა დღეს. ნუ ვიჯექით ცოტა ხანი, ვილაპარაკეთ და ვანდა ის არ ბიულეტენი აიღო, იღებს ბიულეტენს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. ნუ მოკლედ ნიკო რაც არ არის ნაკლები. აი ამ ქსელური მარკეტები როა საერთოდ ძალიან რთულია მან მუშაობა. იღლები მორალურად, მოკლედ ფსიქოლოგიური, გონებრივი, ფიზიკური, ყველანაირი დატვირთვა. და ვფიქრობ არაფასებენ ამ თანამშრომლებს, ესე ჩანს, რომ შედიხართ მაღაზიაში, აი, თქვა ძის მოლარე და რაღაცა ისვენებს, ხო? ესე არ არის სინამდვილეში ძალიან რთულია და სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოცდის ადამიანი მანამდე ვერ მოხდება. ხო, და ვანდა რომ უკვე წასვლა დააპირა, მოდი მეთქი მეც გამოვალ თქო, თან მინდოდა საავადმყოფლების შეძენა. რაღაცის გაკეთებას ვაპირებდი, იმიტომ რომ გუშინ სამსახურის მერე, გუშინ არა, კაცრავად გუშინ წინ სამსახურის მერე, ანუ გვიანი იყო უკვე დაკეტილი იყო ყველა ის და ერთი ლიბრე გვაქვს 24 საათიანი ბადრიჯანი ვიყიდე იმ სალათისთვის, რომელიც უნდა გამიკეთებინა. ხო და მოკლედ სალათას ვიყიდი მეთქი და მე დავფიქრდი. სოსოსთვის მოვაგროვე მობილურის გასაკეთებელი ფული და ბარე მეთქი გავალ და ვნახავ მეთქი და მოკლედ გავაკეთებ ხო და მოკლედ გავაკეთე მეგობრებო ტელეფონი გავუკეთე ანუ ეკრანი გამოუცვალეს ის ეკრანი რაც გამოწერილი მქონდა თემუდან ვაჩუქე ხელოსანს მეთქი მაინც ამჭირდებოდა რაში მჭირდებოდა არ მიდიოდა ახლა შეიძლება გაყიდვა მაგრამ რა ვიცი ახლა ნუ ისეთი ის არის ახლა 35 ლარი მივეცი მე და ახლა რამდენად უნდა გამიგე მოკლედ ვაჩუქე და თხოვე რომ 100 ლარის ნაცვლად ხო 100 ლარი ჩდებოდა გაკეთებოდა 90-ად თუ გამიკეთო კიო დამთახდა მოკლედ გავიხარეთ ხო ის თვითონ ბარათი მობილურის ნომრის ბარათი რა შეშდება ის წინა ხელოსანს ამოუღია და დაავიწყდა ჩასმა და ეხლა ბოლო ხანებში შევამჩნია და ვიპოვე ის კაციც ის ხელოსანი და ეძება ის ვერ ნახა თვითონ სოსოს მობილურის ეს უკვე რო გააკეთა იმ სხვა ხელოსანმა სხვათა შორის 9 ნომერში ანუ ეს გაყოლებაზე როა დანომრილი ხო არის 9 ნომერში მეორე სართულზე კარგი ხელოსანია მოკლედ და მაგის გვერდზე კიდე ზის პროგრამისტია. ნუ ეს აი მაგალითად მოდელზე რაღაცა მობილურის მოდელზე არ იწერება YouTube-ი ვთქვათ ან რაღაცა ესეთი ხო? შეუძლია თავისუფლად მოაგვაროს ათლარად ეს პრობლემა. ნუ არის იქ კიდე სხვადასხვა ისა ტიპის რაღაცა ბლოკი იქნება თუ რაღაცა ფასებიც მაგრამ აი ეს მაგალითად რომ YouTube-ი ჩაწეროს და რაღაცა ისეთი დაგიყენოთ ეს ანუ სტანდარტული თანხა არის 10 ლარი. ხო და ნუ მოკლედ ამოვისუნთქე გავუკეთე სოსოს მობილური მე სალათის ფოთლებიც ვიყიდე ერთი პამიდორი მაინც გამოვაყოლე იმიტომ რომ სახში მეგულებოდა ერთი ანუ ამ სალათისთვის საკმარისი იყო გავაკეთე მეგობრებო უკვე მივირთვით მე და სოსო მე რა ვიცი თუ დაინახავთ ესე გამოიყურება უკვე დაიჭლიდა ყველაფერი ესეთი სალათი ახლა გეტყვით რა ხდება აქ ამ სალათში სოსო ძალიან მოეწონა ჩვენ გვაქვს მენიუში უგემრიელესია უბრალოდ соуსი რომელიც იქ უკეთდება ის соуსი მე რომ ექნება საშუალება ვიყიდი იმიტომ რომ ცოტა ისეთ ბოთლებში ანუ პლასმასის ბოთლია ესეთი მოტკბო მოცხარო соуსი რაღაცაში ჩანს ციტაკებით რაღაცები გონიორიცა ხო და მაგის ნაცვლად ეხლა მე გავუკეთე ესა გუშინ წინ ბადრიჯანთან ერთად ესეც ვიყიდე ანუ კისლა-სლოდკე соуსი რო ქვია რა ეს და მოკლედ ბევრი რაღაცა მაქვს აყიდელი ეხლა კიდე ვფიქრობ ეს პატარა რაღაცა ფლიჭურნიცასავით მინდა რა ვიცი ქართულად როგორ ქვია არ ვიცი მე მომპატიეთ
ანუ ფლიჭურნიცას ვეძახით, ხო? ეს არის სადაც ზეთი ისხმება და фриро კეთდება და ესეთი რაღაცები ან ზეთიანი ვაფშე. საერთოდ არ ვარგა, მაგრამ როცა გინდა რომ მთლიანად, აი მაგალითად კიევური კატლეტიც ესე კეთდება, ფლიჭურნიცა ჭირდება, ან ისეთი ჭურჭელი, რომელიც ცოტა ისეთი მაღალი იქნება, ვიწრო და ანუ ზეთი ბევრი რო არ დაიხარჯოს რა. და მოკლედ კარგი რამეა რა ეს ფლიჭურნიცა, მაგაში კეთდება ბადრიჯანი კუბიკებად, საფანელში და ასე ვთქვათ, სოიას სოუსი და სუნელებში უნდა ამოიგუნგლოს და მე მოკლედ ეს ფლიჭურნიცა შეიხმება, რომ კარგად გამოცხება, ასე ვთქვათ, აი ხრაშუნა რო იქნება, ანუ ესეთ გუმბულა და ხრაშუნა. მე ესე იგი უკეთდება პამიდორი, სალათის ფოთლები, კიდე რა აქვს, ხო? და ისა მდნარი ყველი, მაგრამ მე მდნარი ყველი დაამთავრა სესომ, რა ვიცი, აღარ დატოვა ეს მდნარი ყველი და სოციალში კარგია. აი ეს ბავშვობის მდნარი ყველის ის გამაგზავნა, მე ხეთ უკვე ცარიელია, всё. და მოკლედ მდნარი ყველი უნდა და ეს კისლა-სლატკის სოუსი, იმას ცოტა სიცხარეც აქვს, ანუ ეს არის მოტკბო მომჟავო და ანუ სიმწარეც უნდა გქონდეს და რა ხან სიმწარე მეთქი როგორ გავაკეთო და ამექი და იმაში დავქვი ეს დაღეღილი ციტაკები როა რა ეს ციტაკა ხო აი ეს დაღეღილი ციტაკა ჩავყარე იმაში და დავქვი რა მოკლედ ხა დავხური წითელი ციტაკა და მე მგონი ნიორიც უნდა ამ სოუსთან ერთად თუ სწორედ მახსოვს იმ სოუს ის რომელცა იმას აქვს ნიორიც თუ სწორად დავინახე მოკლედ ძალიან გემრიელი აი უგემრიელესია ეხლა ეს სალათის ფოთლები მე რაც ვიყიდე უფრო ესე სტანდარტულია რა სალათის ფოთლებს კიდე გამოვაყოლე ეს აკეა კინძი და ოქრახუში და ეს ერთი ტოტი მეტი არ მინდა მეთქი განიფუჭდება მართლა მიფუჭდება მეგობრებო და ეს ანუ ჩვეულებრივი სალათი რა სალათის ფოთლები არა და უხდება ძალიან რომანო ნახეთ რამხელა ყონა ქართველები არ იყვნენ ანუ აი მე მწვანეები რა ვინც ნახეთ ამაში ის არის ხორხა დიდი ყონები და კაი დიდი ყონებია აი მისაგო გაჩვენოთ შეხედეთ აი ნახეთ რამსისქო ყონებია ეს კინძი აი სულ მიყვარს მწვანილები მეგობრებო ძალიან და ისეს მიყვარს ჭამა მწვანილები აი სწორკვებაზე რომ ვიყავი მაშინაც დიდი სიამოვნებით ანუ ციციბურა უკვე მობეზრებული მქონდა მაგრამ მწვანილს მართლა კარგად მივიწმევდი ხო ეხლა სახში რო არ ვარ ხოლმე მეგობრებო თავისთავად ეხლა სოსოს რაღაცა ხო უნდა დაუტოვო ხოლმე და რაც მთხოვა ეს იყო რძე ხო უკვე უმთავრდება უნდა ვიყიდო ეს ცოტა გადარჩა ამას ყავასთან ერთად მირთოს ხო სამსახურის რეცეპტებიდან კიდე ერთი გავაკეთე ეს არის ემისი რა ქვია მექსიკური კარტოფილის სოუსი გავაკეთე ზუსტად იდენტურია ხო და ეს მეგობრებო ეს დღეს კიდე ლობიო გავუკეთე სოსო არ ჭამს ამოლესილ ლობიოს და ამიტომ მარცვლები უყვარს აი მარცვლები ხახვი დაჭრილი ცოტა ძმარი ზეთი ოხრახუში და შავი პილპილი მარილი всё აი ესეთი ლობიო და ეგ უყვარს ძალიან რაც გქონდა დარჩენილი ლობიო ეგ იმას ვქენ მოკლედ აი ესეთ ვიცია რა აი ესე გამოიყურება ეხლა რომ ამორიე კი ამოლესილ ზაიბს ქალს მაგრამ შეჭამა მაინც იმიტომ რომ ეს არის გემოზე სხვანაირია აი ეს მოთშული ხახვით და იმითი არ უყვარს აშკარად შევატყვე და სხვა შორის მეც ესეთი ცოცხლა ვიჩემ ხო კიდე დღეს რაც გავაკეთე საძღვის ფხვნილიც ვიყიდე აი ეს ოპტავოი მაღაზია როა ოპტავოი მაღაზია საბიტუ ქართულად გამახსენდა
და გერმანული ფხნილი, ფერადი ტანსაცმელისთვის ესე უთხარი და 3 ლარის ვიყიდე მოკლედ. ხო, 3 ლარის აი ამდენია, მეგობრებო, კარგად ვლომად გამოდის და ეხლა 1-2 კოვზი უნდა მეტი კი არა ამის გარეცვას. ხო და ესეთი ამბები გვაქვს. სოსო ისეთი ბედნიერია. ეხლა გაჩვენებთ რა ტელეფონი ქონდა. ეს არის მეგობრებო iPhone 5. მალე ეს იქნება ისა რა ქვია ანტიკვარი. აი ესეთი ძველი iPhone 5. და მოკლედ დატანჯული ვიყავი, იმიტომ რომ ამას აქ არ ვიცი გვერდზე შეამჩნევთ თუ არა. ოდნავ გახსნილია და მოკლედ რომ აჭერდა რა პასუხს. ხმა მე არ მესმოდა ხოლმე ყოველთვის რაღაც მომენტში ისმოდა, რაღაც მომენტში არა და მეც დავიტანჯე. მოკლედ ამის გაკეთებაც შეიძლება რა თქმა უნდა რომ გაკეთდეს და იყოს რაღაც ჯერ ამისთვის არ მცალია. წინ კიდე ქვეყანა რაღაცეები მაქვს გასაკეთებელი. ეხლა 360 ლარი მაქვს მეგობრებო. დამიგროვდა დენი გადასახდელი მაქვს. კრედიტს დავსდევ. ანუ იპოთეკურ კრედიტს, ესე იგი 12 რიცხვამდე ვიხდი, მე 12 მოდის, მე ისივე და ნუ არ ვიცი, ან რიცხვს შევაცვლევინებ, რომ ცოტა ამოვისუნ თქო. იმიტომ რომ ნერვიულობ ეხლა რაღაცა ნაწილს რო შევიტან, მე კიდე იმ დარჩენილი ნაწილის პროცენტი ხო მაინც ერიცხება ყოველდღიურად. ამ ეტაპზე 5 ლარი ერიცხება. ბევრს არ შევიტანი, მოკლედ, ესეთი ამბებია. ჩემ თავზეც მინდოდა მეზრუნა, რატომაც არა. ამდენს ვწვალობ, ამდენს შრომობ. ეს ქოშები კი ახლა სახშიც მაცვია, მეგობრებო. რა ვიცი ახლა. აი ეს სამედიცინო ქოშები ამან გადამარჩინა მართლა, თორემ მე არ ვიცი რა დღეს შევარდებოდი. ხო, ეს ვანდაბრომაჩუკა ბუტასები კი გავრეცე, ესეც კარგად მეცვა სამსახურში სხვათა შორის. მაგრამ ეს ქლორით იმას ვქენი, იმიტომ ლაქის ის მინდოდა ამ მოყვანა და ხაზებია რაღაცა უშლოთ და კი მაქვს ის სპეციალური მარკერებით არის, რომელიც თითო მარკერში მაშინ მივეცი მგონი თუ სწორედ მახსოვს 15 ლარი თუ 12 ლარი. ეს რო არის ტანსაცმელზე რო იხატება რა. ეგ მაქვს 3 ფერი მაქვს მგონი მარტო. ხო, ეს ადრე ძველი ნაყიდი მაქვს, კიდე ანუ მოქმედებს, ანუ არ არის დაძველებული, მგონი არ სწორდება ეგენი, გერმეტულად არის შექმნილი. ხო და ესე მეგობრებო, მოგიყევით ამბები, ორი სადილი მოვამზადე, ანუ ეს სალათი, ეს ლობიო, კიდე არ ვიცი, ხვალ თავშევი, კარგი ცოტა კიდე მსუბუქად მივიდო, წვნიანს გავაკეთებ, სოსოს წვნიანი არ უჭამია, გუშინ გავუკეთებია სპაგეტი. და ეს მირეკავს და მეკითხება ისო დედაო ფქვილი სად არისო პურის ფქვილიო და მეთქი ნახე მეთქი უჯარში ხან კარადაშქრემოთ პარკიდან ხოლმე ხო და მეთქი რა თუნდა ფქვილი ჩემთვის ფიქრობ ეხლა რამე ამოვამოხე მეგობრებო როგორ ფიქრობთ რა გაუკეთებია ბეშამელის სოუსი ბეშამელი გააკეთა თან არც იცოდა რო ქვია ბეშამელი ანუ აი რძისგანო, ფქვილისგანო, კარაქიო, ისე ჩამოთავდა და მეთქი ბეშამელი გაგიკეთებია თქო და რა ვიცი, ანუ რატომღაც სპაგეტისთან ეს ბეშამელი. ბეშამელს რამე გაუკეთე სოსო? სოსო. ის ბეშამელი რო გააკეთე, რამე გაუკეთე, ანუ თქვა ნიორი ან რამე დაამატე? აი ის სპაგეტის რო გაუკეთე. ეგ ვიცი, ხო, ეგ ბეშამელი. ჰა? სუნელები გაუკეთე? რომელი? ორეგანო? ის ინდური? ინდური გაუკეთე. ნუ რაღაცა ექსპერიმენტებს ატარებს. ხო არა, ვიდეოს ვიწევ. თუ გინდა მიესალმე. არის მის პაკეტი. ხო, კაი. ხო და მეგობრებო ესე. სწავლობს რაღაცებს. ანუ სადილების მომზადებას, კარტოფილის შეწვა იცის, კვერცხი რა უნდა კვერცხის შეწვას.
მაგრამ უყვარს გამოგონება რაღაცების, ანუ გამოგონება რა თვითონ თავისი იმით მიდის ხოლმე რა. არა და თქო მე შემოვიფაგებ. ხო და ესე მეგობრებო, ხო მართლა კომენტარებთან დაკავშირებით იმ წინა ვიდეოს კომენტარებთან დაკავშირებით არ გამკვირვებია, უცბად ავარდა ნახვები და შესაბამისად ისეთი ხალხი შემოვიდოდა, ვინც საერთოდ პირველად დამინახა და ვინ არის ეს, რატო ლაპარაკობს საერთოდ რა ხილია, რა თემა, ანუ ეს ბლოგერობა ყოველდღიური ორ დღეს ჩავაგდებ ხოლმე ყოველდღიური და მოკლედ ერთმა ისეთი აი უზრდელები რაღაცა არ ვიცი რატომღაც რეაქცია იმდენი აღარ აქვს, იმიტომ იმდენი საფიქრალი და საზრუნავი მაქვს საცალია ახლა იმისთვის რომ ყველას უბრალოდ მგონი წავშალე ერთი აღარ მახსოვს რა მოკლედ ადამიანი ხო იცით როგორ არის კოკასაში და რაც არის იგივე წარმოდინდებისო ხო და როგორი გაბჭებულიცაა ისეთი გაბჭებული გონია სხვა ახლა მე მაგალითად ახლა იმ კონტინგენტზე რომელიც კუთხეში ბუდობს, მოდი ესე ვიტყვი, ბუდობს და ისა ხო დაბუდებულები არიან თვითონ იმ ადამიანების მიმართ მე არაფერი არ მაქვს საპრეტენზიო მე რა სულ არ მაინტერესებს თავში ხაუხლია ყველას ვისაც რა უნდა ისაკეთოს რა ჩემი საქმეა ხო ყველას თავისი ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე იცხოვრებს მე არ დამიწყია გამკითხვა და რაღაცა უბრალოდ მე ის ვთქვი რომ ესეთი რაღაცები ქალაქის ცენტრში არ უნდა იყოს ანუ არ უნდა ჭამდეს არ უნდა ყვიროდეს არ უნდა იყოს ესე მოფენილი და მე დანარჩენი კი იცით რაც ანუ მე პირადად მაწუხებს და არა მარტო მე მთელი მეზობლობა აქ ახლომახლოს ვინც არის ყველა შეწუხებულია მაგათი ასე ვთქვათ კლიენტურისაგან და ეს გაწევ-გამოწევები და ჩხუბები და რა ვიცი ხო მარტო დისკომფორტი არ არის გახსოვთ ადრე რომ მოგიყევით მანქანა ეხლა ტროტუარია წარმოიდგინეთ და მომ შემოაყენა უცბად და ბავშვს კი უნდა დაეჯახა და მე რო ვთხარი ჯერ ერთი ტროტუარია მეთქი და მეორე ბავშვი ეხლა აქ არ შეიძლება სიარული და ბავშვი მეთქი მე ვისაც მინდაო იმას დავეჯახებიო თან ისე უხეშად ხო და მაშინ იყო მე აი რო იტყვიან გადამეკეტა და აი თავზე პასუხს რო აღარ აგებ რა ძალიან მაგრა ვეჩხუბე ის კი არა ჩვენ გამყიდველს გაუკვირდა იმიტომ რომ მე ეგეთი არავის არ ვახსოვარ მე თუ ძალიან გავბრაზდი მე შემატყობთ აი ჩემი სიმბოლო მეგობრებო ვებხვის წელში დაბადებულები ვართ ძალიან თავგამოდებული მშობლები ჩვენ არავის და არაფერს არ შეუშინდებით როცა შვილებს ეხება საქმე აი თავს შევაკლავთ და ჩვენსაც გავიტანთ აი ესეთები ვართ რა ვებხვებს ზოგადად ან დავდგეთ სასწორზე უმერთო ჩემო ხო მეთქი კიდე დავიკელი თქო ტანსაცმელს ვაკლებ ხოლმე ფიქრებში 1 კილონახევარი 2 კილომდე ხო და მე მგონა კიდე ცოტა დავიკელი თქო მოკლედ აქ დავუყრიათ ცოტა რაღაცები ხო წიკები მაქვს უკვე ხო და მოვხვედა თან მეც ხო გავაკეთე ეს სადილი და მეც ცოტათი რაღაცები დამეყარა წვანილები სალათის პატარა მაგ ფოთლების ისა ნაწილები დამთავრებულა დოქტორ სტრენჯი აი ეს დასაწყისი მიყვარს აი ბოლოსკენ უკვე ის მე შურისმაძიებლებში კიდე შეიძლება მაგას ვუყურო არ ვიცი მოკლედ როდის იყო სოსო ისა გუშინ წინ სოსო არაფრის კეთების დღე არაფრის კეთების დღე გუშინ მოკლედ სოსო ყოველ დღე უყურებს ხოლმე ყოველ დღე ანუ რისი დღეა მსოფლიოში ახლა ხან ზოგი დღესასწაული სხვა ქვეყანაში ჰა ხო ყოველ დღე რაღაცა დღეები ისინია დღესასწაულები მსოფლიოს მასშტაბით და
ახლა გუგლში რა უყურებს ხოლმე და გუშინ ყოფილა არაფრის კეთების დღე და ისა ჰარი პოტერის და თინუსის. ხო და სოსო იძახის ეხლაო, ავდიებიო თინუს შევჭამო ჰარი პოტერს უყურებ და არაფერს გავაკეთებ. მეთქი აბა მე რა გავთქვა მეთქი სამსახურში უნდა წავსო. დღეს რისი? ხო, დღეს მზის დღე ყოფილა მეგობრებო. და ასტრონომია. ესე ყოველდღე რომ მოგილოცოთ ხოლმე ესეთი უცნაური დღეები, მაგრამ გუშინ რომ მოხსულიყავი და მეთქვა რომ არაფრის კეთების დღეს გილოცავთ, ხო? ესეთი რომ ადამიანები როგორი ფანტაზიორები ვართ, რას არ მოიფიქრებ. ჭურჭელი მაგ დასარეცხი. ეხლა რაღაცა კარგ ისეთ წვნიანს გავაკეთებ. თან ფიქრობ კარტოფილზე მომიწევს ჩასვლა, იმიტომ რომ ერთი ცალი კარტოფილიც არ დამრჩა. და ხახვის დასამატებელი მაქვს. დანარჩენი სტაფილო ბულგარული რაღაცები მაქვს ნაყიდი, გუში წინის წინ ვიყიდებ. თან ფიქრობ რაღაც სოიას соуსი არა მაქვს მეგობრებო, არა და როცა მე სოიას соуსი არა მაქვს, რაღაცნაირად ვთქვი, გეგონება მაგარი ჩინელი ვიყო. უბრალოდ მივეჩვიე, ბევრ რაღაცებში ვიყენებ და გემრიელია თავისთავად. სასარგებლო პირველ რიგში. კარგით მეგობრებო, ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, ხვალაც ვისვენებ. ზეგაც ვისვენებ, იმიტომ რომ ზეგ არის სოსოს დაბადების დღე. ტორტს რა ვიცი, ვანდამ თქვა, ხო, ეს ტელეფონის ფული ხო მოუგროვე და გავუკეთე და ბედნიერია და ტორტის, არ გამოვიდა, მე მინდოდა რომ დღეს მემუშავა და კვირას და ორშაბათს დამესვენა. რომ შევეცვალე გოგოს, მაგრამ ესე გამოვიდა და ამიტომ ვანდა თქვა ტორტსო მევიყიდიო და ესე რა მოკლედ რაღაცა ავღნიშნავთ რა, იქნება ფანტა ან კოკაკოლა, ტორტი და всё რა. ადრე ყოველთვის შევუკვეთავდი ხოლმე ტორტს ნახატით, აცი ეს რა ქვია იმას თავის ფეიერვერკებით, რაღაცეებით, ხაჭაპურებითაც ვუკვეთავდი ხოლმე, ან მე თვითონ ვაწყობდი, მოკლედ. ახლა ესე ვიქნებით, იმიტომ რომ ჯერ უნდა ამოვძვრე აი ამ ვალების და იმიდან, მერე ვანდამ მითხრა კიდე ეს გაზის ამბავიც მოაგვარეო. ხო, მაგაზეც მოგიყვებით მერე, მოკლედ საქმეები ბევრია. ხო, შრომა. აი ჩემი სამსახური ესეთია მართლა. იმუშავებ, გექნება ფული, არ იმუშავებ, არ გექნება. მოკლედ ესეთი ამბები. კარგით მეგობრებო, დროებით გავკოცეთ აბა და შემდეგ ვიდეომდე.